შეკრების პირველი დღეა, შესაბამისად მთლიანი შემადგენლობა ჯერ არ შეკრებილა. მხოლოდ საქართველოში მოთამაშე მორაგბეები შემოგვიერთდნენ. ველოდებით ლეგიონერებს საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეებს. ირლანდიის მატჩამდე 3 კვირა გვაქვს. შემდგომ უფრო ინტენსიურ სარაგბო ვარჯიშებზე გადავალთ. კარგი შემადგენლობა გვაქვს. ტრამვის გამო 7-8 მორაგბე დაგვაყდება. შესაძლებელია ისეთი ძლიერი შემადგენლობა არ არის, როგორცაც ვისურვებდით, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვაქვს, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. ირლანდია მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ვიცით, რომ 13-15 მორაგბე ბრიტანელ და ირლანდიელ ომებშია გამოძახებული, თუმცა ამის მიუხედავად ისინი მაინც ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. დავიწყეთ აქტიური მზადება ირლანდიისთვის და ზაფხულის ტესტებისთვის. მომზადება ვიცით, რომ იქნება რთული, იმიტომ რომ ძალიან რთულ მეტოქეებთან გვაქვს თამაში. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ზაფხულისთვის. ირლანდიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ძალიან რთული გამოცდა გველდება და ვფიქრობ, რომ მზად ვიქნებით, ვეცდებით მოსამზადებელი დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვარიანტები წარმოვაჩინოთ 5 ივლისს მოედანზე, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. შეკრება ნაკრებმა დღეს დავიწყეთ, ძირითადად შავი ლომის მოთამაშეება და ლეგიონერების შემოგვერთიან მომზადების შემდეგ ეტაპზე, როცა დაამთავრებენ სეზონს. ვიცით, ირლანდია რადონის გუნდია, მსოფლიო რეიტინგზე მესამე ადგილი უჭირავს, ვიცით, რამდენად ტიტულოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული თამაში იქნება ჩვენთვის, რითაც ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებთ. ამ თამაშზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივარს, რადგან ჩემთვის და ყველასთვის, ნებისმიერ გუნდის წევრისთვის, ყველაზე რთულ მომენტში ძალიან დიდ ძალას და ენერგიას გმატებს.